მნიშვნელოვანი ეტაპია ზოგადად ყველა ცხოვრებაში და განსაკუთრებით განათლების სამინისტროში ძალიან გვიყვარს ჩვენ. როდესაც სექტემბერთან მიახლოებული ნებისმიერ ღონისძიებას ვაანონსებთ ხოლმე, იმიტომ რომ პირველ კლასელები რომ შემოდიან, შემოაღებენ სკოლის კარებს, ახალ ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, აი წარმოიდგინეთ ამის დაორგანიზებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი რა ემოციებთან არის დაკავშირებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რეგისტრაციები უკვე დაწყებულია, უბრალოდ ეხლა თქვენ რაზეც გაამახვილეთ ყურადღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. რატო ახლა მნიშვნელოვანი? ზოგადად აქამდე ჩვენ პირველ კლასელთა რეგისტრაციის 4 ეტაპი გვქონდა. აი ამ თანმიმდევრობაში ერთი ახალი ეტაპი დავამატეთ და ჩვენ ახლა მოგვეცემა საშუალება სწორედ ამ ახალ ეტაპზე ვისაუბროთ. კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ პირველ კლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი უცილებლად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაცია, რომელიც უკვე დასრულებულია, პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპი არის დაძმა, სადაც მიდის ოჯახიდან ერთი ან ერთზე მეტი წარმომადგენელი და ტყუპებიც ყავს ხოლმე ბევრი, რომლებიც მიდიან ერთად პირველ კლასში და ძალიან ემოციური ამბავია და სწორედ ვაძლევ ჩვენ საშუალებას მეორე ეტაპზე დაძმას წავიდეს სასურველ სკოლაში. ეს ეტაპის დასრულებულია. და მესამე ეტაპი ყოველთვის იცოდა ჩვენმა მაყურებელმა, რომ ეს არის საყოველთაო რეგისტრაცია, როდესაც ყველა ერი და ბერი მობილიზდებით, რომ სასურველ სკოლაში დავარეგისტრიროთ ბავშვი, მაგრამ საყოველთაო რეგისტრაციამდე ჯერ არა გვაქვს საყოველთაო რეგისტრაცია, მესამე ეტაპი ხა ჩვენ შევცვალეთ. შევცვალეთ რას ნიშნავს? დავამატეთ ერთი ეტაპი. საყოველთაო რეგისტრაციამდე დაემატა ეტაპი, რომელსაც მუდმივად ითხოვდა ჩვენი მოსახლეობა. კერძოდ რას, რომ მომეცი პრიორიტეტი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ჩაწერი, სადაც ვარ ჩაწერილი, პირველ რიგში მე დავრეგისტრირდე. ვიდრე საყოველთაო რეგისტრაცია ტერიტორიული უპირატესობით და ეს იყო ძალიან რთული გასაკეთებელი. ყოველთვის როდესაც ჟურნალისტები მეკითხებოდით ხოლმე, რომ აი რატომ არ შეიძლება მე რატომ არ მაქვს ეს პრიორიტეტი, პასუხი ჩემი იყო, რომ აი ჩაწერის ინსტიტუტიდან გამომდინარე და გავუსწორეთ თვალი ჩვენ ამ პრობლემას, გავიარეთ ძალიან ბევრთვიანი სამუშაო და კოლეგებს მადლობა, იმიტომ რომ სხვადასხვა უწყებები რომ არ დაგხმარებოდნენ ჩვენ განათლების სამინისტროს ამას მარტო ვერ შევძლებდით და პირველად მოვახერხეთ, რომ 12 საპილოტო ქალაქში გავაკეთეთ ეგრეთ წოდებული სასკოლო უბნები. ანუ ეს ცნება საერთოდ თავიდან შემოვიტანეთ, არ არსებობდა ეგეთი პრინციპით დაუბნება. ეხლა ვინ დაგვეხმარებოდა დაუბნებას, როცა ვახსენებ, ცესკო, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ცესკოს გამოცდილება გავიზიარეთ და მადლობა მათ, რომ აი ყველა თანამშრომელი, როგორც განათლების სამინისტროს თანამშრომელი, ისე იყო ამ პროცესში ჩართული. რომ მოთხოვნა იყო ძალიან დიდიო და მოდი აი ეს განმარტოთ ზუსტად, რომ რა უპირატესობა ტერიტორიული უკვე თვითონ ამბობს ამას, რომ ჩაწერის მიხედვით კონკრეტული არეალების დაუბნება მოხდა, სადაც ჩვენ, როდესაც მშობელი შედის, უკვე 25 მაისიდან სწორედ ეს რეგისტრაცია დავიწყეთ ტერიტორიული პრინციპით, შეყავს მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration წერტილი M-G პირადი მონაცემი ბავშვის და შენ ამოგივარდება ეგრეთ წოდებული მენიუ. ანუ ჩაწერის მიხედვით, სადაც ხარ ჩაწერილი, რომელი სკოლები შემოდის შენთვის პრიორიტეტულად, რომ დარეგისტრირდე, ვიდრე საყოველთაო რეგისტრაცია იქნება. აი ამით ჩვენ მივეცით საშუალება, რომ აი ყურისძირში რო სკოლა მაქვს, აქვე რომ ვცხოვრობ და ყველა რომ მასწრებს დარეგისტრირებას და მე ვერ ვახერხებ, აი ეს პრინციპი ავაწყოთ ტერიტორიული პრინციპით. მუდმივ რეჟიმში იყო გულისწყეტები შემდეგ და ეს აქვე წამოვიდა შეკითხვა, რომ იცი რა, ხა ჩვენი ქართული წესიდან გამომდინარე, შეიძლება ყურისძირში მაქვს სკოლა, მაგრამ მე ვიცი, რომ ყველაზე მაგარი სკოლა არის ცოტა შორს. ეხა იცით, რომ ეს თემებიც არის. რა ვქნათ და დაველოდოთ საყოველთაო რეგისტრაციას ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია, ანუ თავისუფლად არჩევანის პრინციპის ძალაში დავწოვეთ. ეს არის სავალდებულო, ეს უბრალოდ პრიორიტეტი. არჩევანის პრინციპი საყოველთაო როცა დაიწყება, მეგობრებო, 15 ივნისიდან ჩვეულებრივად, სადაც გნებავთ ადგილების მიხედვით, როგორც იქნება ადგილები, იქ დარეგისტრირდებით, მაგრამ მანამდე დავამატეთ სწორედ ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის შესაძლებლობა, რაც არის სწორი. და სწორედ ახლა მიმდინარეობს 25 მაისიდან 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ეს რეგისტრაცია და უკვე ჩვენ დავდეთ ვიდეო გზამკვლევი ერთგვარი, ანუ ვიდრე დაიწყებოდა ეს რეგისტრაცია, მშობლებს როგორ შეუძლიათ, რომ ადვილად მოეხერხებინათ დარეგისტრირება, რადგან ეს ახალი ჩვენთან ვებგვერდზედებს განათლების სამინისტროსი და უფრო მეცაც გეტყვით. მანამდე გავუხსენით და ვაჩვენეთ, როგორ სასკოლო უბნების პრინციპით
სად რომელი სკოლები მოიაზრება შენთან. ანუ შეეძლოთ ენახათ კიდეც, ვიდრე დავიწყებდით 15 მაისს რეგისტრაციას, შესულიყავი ბავშვის პირადი ნომრით და გენახა რას ნიშნავს შენი მენიუ. ანუ პრიორიტეტულად რომელი სკოლები გამოგიჩნდა შენ. ანუ აღარ არსებობს შანსი რომ ვინმეს რაიმე გამორჩენოდა მაინც. თუმცა კითხვები იყო რომ აი მე კიდევ ერთხელ გავემეორებ ამას ძვირფასებო ეს მინდა რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ როგორც კი დასრულდება ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყება საყოველთაო რეგისტრაცია და აქაც აბსოლუტურად თავისუფალი გვექნება აქ უკვე არჩევანი სადაც ჩვენ გვნებავს იქ მოვახერხებთ დარეგისტრირებას. ანუ ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია ან ვერ დარეგისტრირდით ან სურვილში არზის უკვე საყოველთაო რეგისტრაცია უკვე საყოველთაო იწყება 15 მაისს, ხო? 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით არის სწორედ ტერიტორიული რეგისტრაცია, 15 ივნისს უკვე იწყება ივნის მე-6 თვეს იწყება საყოველთაო რეგისტრაცია. კი ბატონო, ვინც უკვე რეგისტრაცია გაიარა, მათ ეს ძალიან კარგად იციან საბუთების შესახებ, თუმცა უთხრათ მაინც ჩვენს ტელემაყურებელს მე არ მეგულება ოჯახი, რომელმაც უკვე არ იცის და გარკვეული არ აქვს, მაგრამ მაინც გამეორება ცოდნის დედა, რა დოკუმენტები გჭირდება იმისთვის, რომ აბსოლუტურად გამართულები ვიყოთ და ასევე გქონდეს. კი. 15 მაისს გაიხსნა თუ არა პორტალი, ჩვენ დიდი ხანი ვიფიქრეთ, რამდენი დღე მიგვეცა, ხო თქვით, ახლა 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. ზუსტად 10 წუთში ისე იყო მობილიზებული ყველა, რომ 4000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. აი ზუსტად 10 წუთში. მე შენელდა ჩვენ ყოველ მინისტრის დავალებით ნახევარსაათში ერთხელ სტატისტიკა ამოგვაქვს, ანალიტიკას ვაკეთებთ, ახლა ესე ხდება ეს ყველაფერი პროცესი მიუყვებით და ცოტა შენელდა, მაგრამ რა თქმა უნდა გრძელდება ისევ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დროს რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, როგორც გითხარით, მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე. იქ მშობელს ძალიან ადვილი ნავიგაცია ხვდება. ბავშვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მშობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სასურველი, რა უკვე გითხარით, რომ მენიუს ამოუგდებს, ხო? სასურველი, სკოლა, ცვლა, ენა გააჩნია, ხო, რომელ ენაზე უნდა სასწავლო პროცესის, ვთქვათ, წარმართვა და შესაბამისად, აი ამ ყველაფერს ავსებს და ბოლოში იმასაც ვთხოვთ ხოლმე, აი ვიდეო გზამკვლევია, რომ აუცილებლად საბოლოო ჯამში რომ დაასრულებთ, იქაც შესაბამის, ვთქვათ, ნიშნულს უნდა დავაწვეთ, რომ იმისათვის რომ დავარეგისტროთ, მოგდით კოდი, რითიც თქვენ უკვე ხედავთ, რომ დარეგისტრირებული ბრძანდებით და აი ამ კოდით ასევე მშობელს შეუძლია ზოგიერთს აქვს ხოლმე სურვილი შეცვალოს სკოლა. ესეც შეუძლია უკვე საყოველთაო რეგისტრაციის დროსაც შეცვალოს სკოლა, ან გამოცვალოს, ან გადაიფიქრა, ან შეუძლია აქვს ამის შესაძლებლობა, რომ თქვათ გააუქმოს რეგისტრაცია და გადავიდეს სხვა ეტაპზე და აირჩიოს ისევ სხვა სკოლა. ეხლა რას ვაკეთებთ? 25 მაისს როგორც კი რეგისტრაცია მორჩება, 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით მიგვაქვს საბუთების სკოლაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამ პერიოდში არ მიიტანეს საბუთები, ეს ჩვენი რეგისტრაცია უქმდება. თუმცა საყოველთაო რეგისტრაციაში ყველა შეგვიძლია ესე მონაწილეობა მივიღოთ. საბუთები არის ძალიან მარტივი, არაფერი განსაკუთრებული. ეს გახლავთ ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობა და შესაბამისად იქ განცხადება ივსება. იქ უკვე სკოლაში არანაირი დიდ პრობლემებს არ წარმოადგენს არანაირი საბუთის მიტანა, ელემენტარული დამადასტურებელი საბუთი მიგვაქვს ჩვენ. უკვე ვართ დარეგისტრირებული, ამას უკვე საინფორმაციო სისტემა აჩვენებს სკოლას, განცხადებას ვწერთ და ეს ეტაპი არის დასრულებული. ქალთამარ, ჩვენ აი ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას შევეხეთ, მაგრამ აი იმ პირებისთვის, რომელთა საცხოვრებელ მისამართად ოკუპირებული ტერიტორია აღნიშნული, საინტერესოა აი თვითონ სასკოლო უბანი ამ შემთხვევაში როგორ განისაზღვრება? მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენს ძვირფას კოლეგებს მოგვაწოდეს ჩვენ ინფორმაცია ფიზიკურად, სადაც არიან მიბმულები და ჩაწერილები, ჩვენი, რა თქმა უნდა, დევნილები, რასაკვირველია, მათაც პრიორიტეტულად არ დაველოდეთ საყოველთაო რეგისტრაციაზე, ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის დროს მათაც პრიორიტეტულად გამოუჩენს სწორედ იმ სკოლებს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უცებ ვთქვათ, 100% ადგილებიდან კონკრეტულ სკოლაში, მაგალითად, გვაქვს 100 ადგილი. 80 ადგილი არის გამოყენებული, ანუ 80% არის ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის დროს და 20%-ია საყოველთაო რეგისტრაციის დროს. ანუ პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის დროს. ეს რას ნიშნავს? კონკრეტულ სკოლაში თუ კი ეხლა უკვე აღარ არის ადგილი, საყოველთაო რეგისტრაციის დროს 20%-ის ფარგლებში იქ ადგილები ისევ გამოჩნდება. გასაგებია. ერთ რაღაცას დავაზუსტებ. შეიძლება რომ ვთქვათ, ტერიტორიული რეგისტრაცია არ გაიაროს მშობელმა და პირდაპირ საყოველთაო რეგისტრაციაში ჩაერთოს, ხო, ეს არ არის, ვთქვათ, არანაირი პრობლემა არ არის. ფაქტობრივად დრო არ გვაქვს, მაგრამ თუ რაიმე გზავნილი გაქვთ, დარჩენილი
კი ბატონო, უცებ გეტყვით, პირველ რიგში თბილისთან დაკავშირებით 12 საპილოტე ქალაქი ჩაერთო, ეს კი გითხარით, აქედან 4 ქალაქი სასკოლო უბნებით გვაქვს წარმოდგენილი და თბილისში ბუფერის გავაკეთეთ. ვაკე-საბურთალოს ან სხვა საზღვრების მიჯნაზე 1 კილომეტრიანი ბუფერის კი გაუკეთეთ და ეს სკოლებიც კი გამოგიჩნდებათ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი იშრომა სამინისტრომ იმისთვის, რომ ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია თქვენი მოთხოვნები რაც იყო ეს დაგვეკმაყოფილებინა და ეხლა მშობლებს მოუწოდებ, რომ მშობელი და კანონიერი წარმომადგენელი იყოს ყურადღებით, რომ შეუფერხებლად შევძლოთ ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება. ძალიან კარგი, უღრმესი მადლობა. მადლობა გაწეული შრომისთვის და მადლობა თქვენს კოლეგებს ასევე და ყველა იმ სამინისტროს, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ცხადია და მათ წარმატებული სწავლა, განათლება და ცხოვრების გზა უსურვებთ. ახალი ნამდვილად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი. მადლობა ქალბატონ თამარს კიდევ ერთხელ.